თქვენ თუ იცით, რატომ ვერ შორდებით ტოქსიკურ პარტნიორს? ქალებს მიმართავ ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ მიყვარს ტყუილი. არავის არ უყვარს ტანჯვა, არავის არ უყვარს უბედურებაში ყოფნა. მოდით წარმოიდგინეთ ესეთი სიტუაცია, რომ არსებობს სარკე, რომელშიც ჩაიხედები და ეს გიჩვენებს მომავალს. რომ ეს ადამიანი არ შეიცვლება და შემდეგ დაგშორდება. აუცილებლად დაგშორდება. გაგრძელებდით თუ არა ურთიერთობას? არა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არავინ ყიდულობს სახლს მშენებარეში, რომელიც იციან რომ არასდროს აშენდება, რაც არ უნდა უყვარდეთ მდელო. ხვდებით, თქვენ გაქვთ იმედი, რომ ეს ადამიანი იქნება თქვენთან ყოველთვის და რაღაცას შეცვლის. არა, აღარ მაქვს იმედი, არაფერი იმედი არ ტყუილია, იმედი გაქვთ. ინტერვიუ იყო გოგოსთან, რომელსაც ძალიან მოძალადე საშინელი ქმარი ყავდა და რას ეტყოდით ქალებს, ვინც იგივე გზას გადისო და აი იმედი აქვთო და არ ქონდეთო. აი ეს თქვა და მარტო ამ ქალისგან კი არ ვიცი, ხა უამრავი სიტუაცია, როცა იძახიან რომ აი ცოტაც და დაანებებს ლოთობას თავს, ცოტაც და ლუდომანი აღარ იქნება, აღარ ითამაშებს მაკაცებთან, აღარ წააგებს ქორწინების ბეჭედს, აღარ რაღაც იქნება 24 საათი გარეთ, გაახსენდება რომ მეც ადამიანი ვარ და ასე შემდეგ. აი ცოტაც და უკვე ადამიანობას დაკარგავთ და რას ელოდებით? დაგემართებათ დეპრესია და მე უკვე საერთოდ მისგან წასვლის კი არა, ლოგინიდან ადგომის თავი არ გექნებათ. უკვე მაქვს მით უმეტეს თუ უკვე გაქვთ. ასე რომ დაფიქრდით რომ თქვენი ნერვიული სისტემა ეს არ არის რაღაცა პერპეტუუმ მობილე, ძრავი რომელიც რაღაც მუდმივად თავის თავს ამუშავებს და არ სჭირდება რესურსი. არ არის ასე. თქვენს ნერვებსაც აქვს თავი და ბოლო. შეიძლება ადამიანი უკვე ისე დაცარიელდეს და უკვე ისეთი რაღაცები დაემართოს, რომ აი მე რიტყვით რომ აი სამი შვილი მყავს და საწავიდე სამი შვილით მის გარეშე. სანამ იქნებოდა ეს სამი შვილი, მანამდე რა ხდებოდა? სანამ ერთი იქნებოდა. ანუ გრძნობდით რომ იყო ტოქსიკური, მაგრამ მიმართავ იმ ქალებს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვთ შანსი იმისი, რომ დროულად თავი დააღწიონ. ესით პატივი თქვენს თავს და გავფრთხილდით, იმიტომ რომ ასეთი ადამიანი ნამდვილად არ გაგიფრთხილდებათ.